რა კავშირი აქვს უკრაინიდან საქართველოში სამალავით შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებას ოპოზიციის რადიკალურ გეგმებთან ამას ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იკვლევს, თუმცა საშიში ტვირთი კიევიდან თბილისში რომ უშიშროების მაღალჩინოსანმა გამოაგზავნა, ეს დაკავებულმა მძღოლმა აღიარა. რაც მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ დანაშაულებრივი სქემის უკან საქართველოდან გაქცეული და უკრაინაში დასაქმებული ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან. ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რამოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოს შეეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი, ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალკეული მეგობრობის რეჟიმში. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ. მე წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთებისგან თავ შევიკავებ, დაველოდოთ კიდევ სადამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება. სააკაშვილის პარტიას რომ დესტაბილიზაციის გეგმა კიდევ ერთხელ ჩაუვარდა, ამის თქმის საფუძველს მმართველი გუნდის ლიდერებს სუსის მიერ უკვე გაშიფრული სქემა აძლევთ, თუმცა ქართული ოცნება გამოძიებისგან მეტ დეტალს ელის. რა იყო ჰექსოგენის საბოლოო დანიშნულების ადგილი, საქართველო თუ რუსეთი? პასუხი ორივე შემთხვევაში საგანგაშოა. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საფრთხე აარიდა. ყველაზე რთული რაც შეიძლება მოხდარიყო, ეს არის თუ ის გამოყენებული იქნებოდა საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სისხლი დაიღურებოდა და ჩვენი შენობები დაინგრეოდა, ეს იქნებოდა ძალიან ძი პროვოკაცია და ცუდი შედეგების მომტანი. მეორე, თუ ეს ტვირთი გატანილი იქნებოდა და საქართველო იქნებოდა გამოყენებული სატრანზიტო ქვეყნად და რომელიმე მესამე ქვეყანაში მოხდებოდა აფეთქება, რომლის შემდეგაც საქართველოს ბრალს დადებდნენ, რომ ხელი შეუწყეთ ამ აფეთქებას მათ ქვეყანაში, ამასაც ძალიან ძიმე შედეგები მოყვებოდა. უკრაინიდან ხდება გარკვეული აქტივობები, ისეთი, რომელიც არათუ საქართველოს, არამედ საერთოდ რეგიონის აფეთქებას უმზადებს წინაპირობას. ფაქტია, რომ ამაში ჩართულია ყველაფერში, მათ შორის ქართული წარმოშობის თუ ქართული პასპორტის გვარების მქონე ადამიანები. გამოძიების მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემის მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ჰექსოგენის საქმე გამოგონილია. გახარიას გუნდში კი საქმეს ბუნდოვანს უწოდებენ და დამატებითი შეფასებებისგან თავს იკავებენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ცვლილებას, რომელიც არის არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი რადიკალური განცხადება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილება და სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს. ივანიშვილი და მისი პროპაგანდა იგონებს ასეთ საქმეებს. არავითარი კავშირი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აი ამ ბუდოსთან არ აქვს და არც ექნება. მათ შორის ის, რასაც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იკვლევს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. გამოცემა პრაიმ ტაიმის წყარომ ჰექსოგენის საქმესთან ნაციონალური მოძრაობის ორი ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი. გამომგზავნი ლორდ კიფანიძე და მიმღები ახალაია უკვე დააკავშირა. წარსულის გამოცდილებით საქმეში ამ გვარების გამოჩენა მმართველი გუნდის ლიდერებს აღარ უყვირთ. ეს არის გამიზნული ქმედება, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა მარტო იმ მიზნის მიღწევას, რაც აფეთქებას უნდა მოყოლოდა, არამედ ტრანზიტის შემთხვევაშიც კი, რომ საქართველო კიდევ ერთხელ განხილული იყოს რუსეთისათვის, როგორც პოტენციური მასზე თავდასხმის, ასე ვთქვათ, საქართველოზე თავდასხმის ობიექტი. აშკარად არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სერიოზული დაპირისპირება. ქვეყანაში იყოს სერიოზული არეულობა, რომ შემდგომ აი მღრიე წყლით ისარგებლონ ზოგიერთებმა, ზოგიერთმა სპეცსამსახურებმა და ქვეყანა შეითრიონ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის დაპირისპირებაში. ხელისუფლება გამოძიების შედეგებს ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი გამოძიებას განაგრძობს. უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების ფარულად შემოტანის ბრალდებით სუსმა უკრაინის ორი მოქალაქე უკვე დააკავას. საუბარია ასაფეთქებელ ჰექსოგენზე, რომელსაც ძირითადად ტერორისტები იყენებენ.